შრომის კოდექსის მე-11 მუხლის დარღვევა და სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლება. კომპანია ემბავუც ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. მათი ადვოკატების განცხადებით 6 ადამიანი სამსახურიდან უფლებების დარღვევით გაათავისუფლეს და შესაბამისი ანაზღაურებაც არ გადაუხადეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი თანამშრომლები იმ პირობებზეც საუბრობენ, სადაც მუშაობა უწევდათ. კვირაში 119 საათი მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ. დაზარალებულებმა ადვოკატებთან ერთად დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ვიზოა გაუსაძლეს პირობებში მუშაობა. მიზეზად შეეხება მიზეზი დღემდე არ ვიცით რატომ და რისთვის 14 იანვარს აგვიცხადეთ სამსახურიდან ვიყავით განთავისუფლებული. ჩვენი უფლებები აი დაირღვა არ ვიტყვი უბრალოდ აი ლიკვიდაცია უქნეს. არანერი ყურადღება, არაფერი, არანერი ჰიგიენური საშუალება მანდ არ არსებობდა და გაფიცვაც მოვახდინეთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომპანიამ გითხრა ამ ყველაფერს ჩვენ ვეცდებით გამოგისწოროთ არანერი გამოსწორების კუთხით გზა არ ყოფილა წასული. კვირაში უნდა მუშაოთ 40 საათი, მაგრამ ასრულებდნენ 19 სამუშაოს საათს. რაც არის კანონდარღვევა და არ იყოს სწორი, ვინაიდან ეს ნამუშევარი საათები არ უნდა ზღაურებოდათ ამათ. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს მიმართოთ, მოვითხოვოთ კომპენსაცია და არ გამოვირიცხავთ, რომ ასე მოვითხოვოთ აღდგენა.